მოდი ვნახოთ, როგორ გამოიყურება კოსმოსიდან თბილისის დიდი ლოს ნაგავსაყრელი. ეს შავი მონაკვეთები არის წყლის შემკრები რეზერვუარები, რომლებიც სამწუხაროდ ვერ ასრულებენ მათ ფუნქციას. რაც შეეხება ამ მუქლაკას, ეს არის ეგრეთ წოდებული ტბა, რომელიც წარმოიქმნება პირველ უჯრედზე, გორაკიდან გამოჟონილი ნაგვის წყლის შედეგად. ეს დამაბინძურებული სითხე თავისუფლად ჩაედინება მიწაში, გოუნდში და აღწევს მიწისქვეშა წყლებამდე, საიდანაც უკვე პირდაპირი გზით შესაძლოა მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში. მაგალითად, იმ საძოვრებზე, რომლებიც ნაგავსაყრელთან ძალიან ახლოს მდებარეობს, ცხოველები ჭამენ ბალახს, რომლის მეშვეობითაც ტოქსიკური ნივთიერებები გადადის რძეში, ხორცში და საბოლოოდ ადამიანის ორგანიზმში. როგორც ხედავთ, საცხოვრებელი სახლები ნაგავსაყრელთან ზედმეტად ახლოსაა. პოლიგონიდან გამდინარე სუნი და მავნე ნივთიერებები მათ ჯანმრთელობაზე უკვე 15 წელია პირდაპირ ზემოქმედებს. ეს ზემოქმედება ვრცელდება არა მხოლოდ ადგილობრივად, არამედ ცირკულაციის გზით გავლენას ახდენს მთელ თბილისს და საბოლოოდ მთლიან გარემოზე. გარშემო რაც გამწვანებას ჰგავს, რეალურად ეს ტერიტორიები გამოიყენება როგორც საძოვრები და სოფლის მეურნეობის მიწები. თეთრი ხაზით აღნიშნულია სარწყავი არხი, რომელიც ნაგავსაყრელიდან დაბინძურებული წყლით ივსება და თბილისის ზღვაში ჩაედინება. თბილისის ზღვა კი, როგორც ვიცით, ქალაქის სასმელი წყლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ასევე ამ ტერიტორიაზე მოყავთ ხურბალიც, რომელიც ქალაქში იყიდება და მოხმარებაშია. ნაგავსაყრელის წესების დაგვირგვინების ფუნქციონირების გამო დაზიანებულია ახლოს მცხოვრები მოსახლეობა. ამ პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა მოეწყოს ფუნქციური წყლის შემკრები ნაგებობა, აღდგეს და ამოქმედდეს გაშემკრები სისტემა, მოხდეს პოლიგონის ეტაპობრივი დაკონსერვება და ნაგავსაყრელის გადატანა სხვა სტანდარტების შესაბამის ადგილზე. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ახალი ნაგავსაყრელი უკვე გარემოს დაცვით და ადამიანზე მორგებული სტანდარტებით მოეწყობა, ისე რომ აღარ მიაყენოს ზიანი მოსახლეობას და ბუნებას.